დღეს არის მაფიის ტურნირის ვლოგი, რომელსაც ატარებს ოფიციალურად საქართველოს სამაგიდო თამაშის მაფიის ფედერაცია, თუ რომ მაფიაში და შეგეძლოთ რომ დარეგისტრირებულიყავით და თუ არ ვერ მოასწარით და ვერ მიიღეთ მონაწილეობა, მაშინ კიდევ ტარდება 2-ში და ტარდება 5-ში. ასე რომ მაფია ჯიზე შემოდით და დარეგისტრირდით. ეს არის ოფიციალური საიტი მაფიის და თავი იგრძენით პატიოსან მოხალხეთ. ასეთი რაღაცებს ვახვედრებთ. რაც ძალიან საყვარლობა არის. ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ნიღბები დავრჩა, იმიტომ რომ ლენგამ წაიღო მოსაწესრიგებლად და გუშინ ნიღბები თქვენს გამო ძალიან გემრიელ სურნელოვან რაღაცაში გავრეცხე, რომ მეთქი აი რომ მოვლენ თქო ეს სიამონებათ ეს ახალი გარეცხილი სუნი თქო და რაღაცა თქო და დამრჩა. წვიტო? წვიტო თუ არა? პირველად ვარ ფოტოშოპში. Face off, what is it? პირველად ვარ ფოტოშოპში, ამომიწონა გარემოს. რა? მუცუბიძეზე იყავი და იმის მერე აღარ ყოფილი. გადაო. ძალიან სასიამოვნოა. მაფია ჯი. შევიდეთ. ველა ადგილი არის გავსებული გარდა 12 საათისა და 2:30-ისა. აქ ეხა ესენ შეივსება თუ არა და მე ვითამაშებ აი ნახე ეს მარტივად არის ყველაფერი რა ტურნირის ინფორმაცია ფედერაცია ტიგერების ინვესტიცია მოდი $3 ამ ტურნირზე თამაშდება საქართველოს თურქეთის ფეხბურთის ბილეთები 5 წალი და ზუსტად ესეთი ტურნირი ჩატარდება 2 რიცხვში. დღეს გამოვლინდება ყველა თამაშიდან თითო MVP და ფინალში ითამაშებენ რა. სამწუხაროდ წამყვანია ლეკი. თუ ლეკ არ იქნება წამყვანი არ მიხვდება ეს და. არა საკეთე კოპანი. პოზული წესები და. კი, ძველი წესები თამაში. მიშოიეს თამაში. წავედით მეორე ოთახში. რენდომად დასხდნენ მოთამაშეები, რენდომად აირჩია მაგიდებზე განაწილებაც და ეხლა წავედით მეორე მაგიდა ვნახოთ. და ნახოთ პირველი ვის გამოაგდებენ, თუ კარგ ხასიათზე იყო, რაც მე ეჭვება, რამე ინტერვიუს ჩამოვართვევ რა. ხო, მე კომენტარი გითხარი ტურნირზე. მოკლედ, რაც ტურნირები ჩატარებულა, ყველაფერი ძალიან მაგარი გამოვიდა და დღევანდელი ტურნირებიც იქნება ცეცხლოვანი აუცილებლად რა. აი ხა წინა ტურნირზე ფინალში იყო. წინა ტურნირი მე 4-ვე ტურნირზე ვიყავი ფინალში, მაგრამ აი წინა ტურნირი ბოლოს რაც იყო, კაი გამოვიდა იაკუძას, იმიტომ რომ პირველი იაკუძას ტურნირი მოიგო იაკუძამ და აი უფრო სიმბოლური იყო რა და ეხაც რა თქმა უნდა ველოდები რომ ფინალში გავა. მოკლედ მობრძანდით ფულრუმ მაფიაში მირიან მეფის 31-ში და შეიძინეთ მაფიის უმაგრესი კარტი იაკუძას ეფექტით. უმაგრესი კარტი. იაკუძას ეფექტით. არასდროს არ მომსვლია სხვათა შორის იაკუძა, რასაც ვთამაშობ. იაკუძა არასდროს არ მომსვლია რა და მინდა რომ იაკუძა მომივიდეს რა. წამოშევიპარო და რა ხდება გავარკვიოთ. როდის აკდებენ პირველ კარტს? ეგრევე, მაგრამ სხვები რა თამაშობდნენ ეს მარტო დეტექტივში ვერ ვხვდები რა. რასაც მე თამაშს ვუყურებ როგორი იყო პირველი გამოვარდნილი ხარ და რატო გამოგიშვეს? აუ დონი ვიყავი, ძალიან ცუდად ვითამაშე პირველ წრეზე. რავი მეგონა რომ კარგად ვისაუბრე, მაგრამ დეტექტივმა ეგრევე მე გადამამოწმა. მე მეორე ჩემი მხრიდან არავინ არ გახსნილა რა და წესით მე უნდა გავხსნილიყავი, მაგრამ მეორეც ეგრევე გაიხსნა და მე ვფიქრობდი ამ დროს მეთქი ის მეორის გახსნა უფრო წამოდგებოდა მეთქი, მაგრამ არ გამოვიდა. შენი დეტექტივი იყო? ხო, ჩემი დეტექტივი იყო, მე მგონა მეხმარებოდა. ისე საუბარი ისე მიდიოდა რომ წესით მე არ უნდა გავსულიყავი, მაგრამ ბოლოს მაგიდან მაინც ჩემზე აწია ხელი, იმიტომ რომ 12-ის დეტექტივობაში ვერ ჩამოყალიბდა ვერავინ და ბოლოს მაინც ჩემზე აწია. ბალანსად გავხდით ისე. ხო, ბალანსად გავედი. მადლობა დიდი რომ იღებ მონაწილეობა. მადლობა პირიქით თქვენ და ეს არის, რა ვიცი, საუკეთესო თამაში, რითაც შეგიძლია გაერთოთ რო გაიყო. შენ იაკუძა იყავი? ასპეტი ვა? საშინელება ეს თუ. აი რატო? საერთოდ არ მესიამოვნდა თამაში ვიყავი იაკუძა დავტოვე თამაში ისე რომ ფაქტობრივად მარტო ერთი ხილი გავაკეთე და ისიც პატიოსანი მოვიყოლე რა. დეტექტივად გავიხსენი, გადამეხსა 10 ნომერი რა თქმა უნდა 10. ხო, იცი რომ დონი გავუშვეს? ჰა. ძალიან კარგი დონი თუ გაუშვეს და 10 ნომერიც მიყვება იმედია უკან, იმიტომ რომ 10 ნომრის ნაცროლი ვარ. კარგი. ავიც, რა უნდა ვქნა, მომეწია თუ კალმეთ იყიდავტოვეს სიტყვა და იმედია მომეწევიან. ერთი მომეწია უკვე და ეხლა დანარჩენი შავების დროც არის რა. პირველი მკვლელობები უკვე მოხდა, პირველი პორნოები ჩატარდა და ეხლა ნახოთ ვინ მოიგებს პირველ თამაშს რა. პირველი MVP ხარ, აბა როგორი გრძნობა არის
ძალიან კაი თამაში იყო, აი ბოლომდე, ასე რომ ვთქვათ, ფინალამდე მივიდა 4 ადამიანი დავრჩით და აი ბოლოშიც არ იყო გამოკვეთილი ვინ დატოვებდა თამაშს რა. ექიმმა ითამაშა ძალიან კარგად ასევე და აი ესეთ თამაში იყო, რომ ბევრი ქსელების გახლართვა შეიძლებოდა და ბევრ რაღაცამ გადაწყვიტა, მოკლედ ბედი იგივე ხმის მიცემამ, იგივე დასახელებებმა და ბევრმა არგუმენტმა რა. იმედია ყველა ესეთ თამაში იქნება მთელ ტურნირზე და გელოდებით სხვა MVP-ებს უკვე ფინალში. Super, იმედია იქაც გავიბრწყინებ. თან პატიოსანი მოქალაქით მოგება ყოველთვის ისეთია რა. კი, უროლოდ ვიყავი და სულ 3-ჯერ ვარ MVP ცხოვრებაში გამختარი და 3-ვეჯერ უროლოდ და ეს მე-4-ს მივამატე, ამიტომაც სტატისტიკის მოყვარულებს 4-დან 400%-იანი. რა მოხდა? რა მოხდა არაფერი. ორი მაფია, ანუ გადავამოწე დეტექტივი ვიყავი. ორი და დე? ერთი კაცი მოხსენი შავად. მეორე უკვე ვიცოდი ვით პროცედურად გამიხსნა და მესამე გადამოწვეული პირველ ნომერი ჩავიიღო რა. ძალიან ადვილი თამაში იყო და ავიც მაგარი ყოფილა რა. ყოველთვის ცუდად არ თამაშობ დაიჯერე. კომენტარი რა შეიძლება თამაშზე გააკეთოს ადამიანმა არის საუკეთესო თამაში, საუკეთესო გამოცდილება ცხოვრებისეული და ადამიანებს თუ უნდათ რომ საკუთარი თავის სხვადასხვა როლში გამოცადონ, უნდა ითამაშონ აუცილებლად და რაც შეეხება აქ სივრცეს და გარემოს და ზოგადად გუნდს, ზე საუკეთესო ხალხი ხარ და ჩვეულებრივი გარემოა რა. როგორც ბარიდან დაწყებული, ასევე მაგიდებით. რამდენი გიო? ძალიან მეყვარხარ, ძალიან გაფასებ, ძალიან მიხარია, როცა დრო მაქვს, ყოველთვის ვთქვი, რომ თქვენთან ერთად ვიყო და შემოგიერთეთ ხოლმე და ვისი ამოდო, როგორც თამაშით, ისევე თქვენთან ერთად ყოფნით რა. ახალი ბავშვები ძალიან ბევრი არიან. მე მომწონს მივესალმები ამას, ანუ ყველა ახალსახის მივესალმები ზოგადად. მე ძალიან მინდა რომ მაფია განვითარდეს და წინ წავიდეს. ამერიკული ტონი რამდენად ჭრის ხოლმე. საკმაოდ ჭრის სხვათა შორის, ანუ თამაშის გარეთ ვსაუბრობთ ხოლმე და მეუბნებიან რომ ბევრი რაღაცა ვსწავლობთო. აი დღესაც კოტე მითხრა რომ შენი რაღაცები გამოვიყენეო და ძალიან მომეწონა. კოტე ისწავლის და კიდევ უფრო განვითარდება რა და თუ დააკვირდები ძალიან ბევრი მოთამაშე არის, ძალიან გაზრდილი რა. იმ დონეზეა გაზრდილი რომ დაგვეწია უკვე არგუმენტებითაც და ყველაფრითაც. ანუ არიან მოთამაშეები, ვინც მხოლოდ ემოციებით თამაშობენ, მაგრამ აი ემოციები ჩავა დაბლა ზღვარზე და მე მგონი ამოვა უფრო და უფრო არგუმენტები და არგუმენტებით თამაშს დაიწყებენ. მე უფრო სასიამოვნო იქნება და უფრო კარგი იქნება თამაში. და უფრო რთულიც გართულდება და ხარისხი ძალიან აიწევს. მე ესე ვფიქრობ. ყველა პატიოსნის ხელით გადის ხუთიანი. პირველ რიგში მიხარია ძალიან კარგი თამაში არის. 3-იანის მხრიდან 4-იანი არ მოწდებოდა, იმიტომ რომ ნახე მე რა ვაჩვენე რომ 6 გადამოწდეს მეთქი, იმიტომ რომ 6-მა ნომერმა გადააძლიერა 4-5-ის კონფლიქტი რა. და მე ვფიქრობ რომ 6-იანი შავი არის, რომელმაც ხელზე დაიხვია ეს რაღაცა კონფლიქტი რა. დაძაბულობა პიქშია. აი შენ ხო იგავი? აი შეასრულა. დასრულდა მეგობრებო ტურნირი. ყველა ფინალისტი გამოვლენილია. ხვალ იქნება ფინალი და ხვალინდელ ფინალის განხილვებს და რაღაცებს გაჩვენებთ. მარმალადი, რომელი საათი? 4 საათი 10. MVP გახდი? დიახ. ძალიან გახარებული ვარ.